ნახეთ ახლა მარტივი რაღაცა რო შევხედოთ. აქ ჩვენ ბევრს საუბრობთ იმაზე, რომ ევროპული მომავალი არის თუ არა, ხო? თავარი პრობლემა კიდე არის დემოკრატიულობის და თავისუფლების ხარისხი ამ ქვეყანაში. ის რაც ბოლომდე გარანტირებული არ გქონდა, მაგრამ მეტნაკლებად გქონდა, აი მაგალითად ის რაც ეხლა ვაკეთებთ, მეკითხებით რაღაცა ჩემ მას გეუბნებით, ეს შეიძლება ხვალ დადგეს და უკვე დადგა საფრთხის ქვეშ. იმიტომ რომ ხელისუფლების ყველა შტო არის უზურპირებული, სასამართლოზე მე მგონი აღარ საუბარი, აღარ ძღის. ხვალ დადგება ის მომენტი, როდესაც კითხვის დასმის უფლება არ გვექნება მოქალაქეებს. ადამიანები დატოვებენ ამ ქვეყანას, იმიტომ რომ განსხვავებული აზრი ექნებათ და როდესაც ადამიანები შეიძლება დაიჭირონ იმისთვის, რომ განსხვავებული აზრი ექნებათ და უკვე დაჭერილები არიან. აქედან გამომდინარე მოვდივარ მარტივად განათლებასთან ახალგაზრდებთან. რა მომავალი შეიძლება იყოს ასეთ ქვეყანაში ახალგაზრდებისთვის? ერთადერთი მომავალი შეიძლება იყოს ისეთი ტიპის განათლების ჭყალებში ხუმრობ ეხლა რა თქმა უნდა მიღება, რომელიც იქნება არაპოლიტიკური. მაგალითად, რა ვიცი მე, ხუმრობით ვამბობ, ინჟინერმა შეიძლება იმუშაოს ამ ქვეყანაში, ოღონდ თუ არ ექნება საკუთარი აზრი და აზრს გამოთქვამს მხოლოდ კონსტრუქციასთან დაკავშირებით. ოღონდ ესეც არ იქნება თავისუფალი საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ იქნება ვიღაცა მისი მართველი, რომელიც nepotizmit, ნაცსაობით და მეგობრობით დაინიშნება, ავტორიტარიზმი. აი ესა ის საფრთხე, რომლის წინაშე ჩვენ დგევართ. თავისუფალი აზრის ბოლომდე ჩახშობა და ასეთ გარემოში, რა თქმა უნდა, ახალგაზრდობის განათლება კი არა, ნებისმიერ თავისუფალი და ალტერნატიული აზრი იქნება საფრთხის ქვეშ.